მოგესალმებით. ეს ჩემი პირველი ვიდეო იქნება 2026 წელს. გამოთვა და გამიჩნდა სურვილი გადამეღო ვიდეო. მოვედი ხასიათზე, ასე ვთქვათ. ეს ჩემი ფისუნიაც. დამდევს უკან. დღეს 20 თებერვალია. რამოდენიმე დღეა უკვე ასეთი თბილი ამინდები გვიდგას. გუშინ კი ქარიშხალი იყო ისეთი, არც კი გამოსულ ვარ გარეთ, მაგრამ წინა დღეები ნელა უკვე ვაწის ვიგებ ეზოს. 20 თებერვალი. და ეს ჩვენი ნიურა ყვავილები, ტრიპაჩები, ფისო, ხელზე მეფერება. რა თქმა უნდა, სიცივეები კიდევ დაბრუნდება, მაგრამ ეს ყვავილები მეტი ჩრობენ, განსაკუთრებით ცოდვები იქნებიან თუ მოეყინებათ სამდენი კოკრები. ვარდებით ესე დიდი ტოტები რომ მქონდა, გადავაჭერი და მე კიდევ მოგვიანებით სწორად გავსხლავ. ასე ვთქვათ, ჯერ ჩავატარე სანიტარული გასხლა. ქარები იყო, თოვლი იყო ბევრი და ტოტები სულ დატყდა. ნახეთ რა გაჩვენოთ. ენძელაც ამოდის უკვე ყვავის. ფისო მაცალე. გადი იქით, გადი. აქაც ენძელებიც გაგვიყვავდა. ერთად შემო როგორ არ მიყვარს ზამთარი და როგორ მიხარია, რომ უკვე ნელ-ნელა იღვიძებს ბუნება. კაც ცოტა უადგილას დამავიწყდა, რომ აქ დარგული მქონდა გიაცინტი არის ეს. მე ეს დავწანი და გაზაფხულზე გამახსენდა, რომ აქ ეს გიაცინტი მედგა. ნუ არა უშავს შაშა, ნორმალურად ამოვიდა. ყვავილა კიდეც ცოტა კი უშლის, მაგრამ ეგ არაფერი. ეს ბალახი არის მოდებული ყველგან, არა და როგორი ლამაზად ყვავის. ტიტებიც უკვე ამოდის. ერთი სიტყვით ყვავილებმა გაიღვიძეს. არ ვიცი, შაშანაც ასე ადრე ამოვიდა ყველაფერი და მე რა ვიცი, გონი მარტში ხეებიც კი რომ აყვავდა, მაშინ მოგვივიდა თოვლი. ფისო შენ მეწამაქცევ. ხებში მედება. ეხლა ვაკეთებდი. უნდა გავაკეთო წრე. შაშანა გიფსოფილები მედგა და სხვადასხვა ყვავილები. წელს აქ ჩავთესე ცოცხი. ახლა სოფელში ვინც ცხოვრობთ, ალბათ იცით, რომ ცოცხლსა თესავენ ხოლმე, ყველას აქვს ეზოში დათესილი ცოცხი და მე თავის ცოცხს აკეთებ. წელს მეც ასე გავაკეთებ. ეს ჩემი ნიორი. მეზობელი იყო შემოსული და ეს წვერები გაყვითლებული გაქვსო და აუცილებელია შეწამლო. არ ვიცი, არასოდეს არ შემიწამლია მე ნიორი. და არც მინდა. სიმართლე გითხრათ, მე აქ ხა კარატეთი და რაღაც შხამები შემოვიტანო. იხარებს არა და არა უშავს. გონი შაშანაც ასე ჰქონდა ეს წვერები გაყვითლებული. მაგრამ მშვენივრად გაიგეთა, იმხელა ნივრები მქონდა. არ შეწამლა. ფისუნია. შემე დღეს მომასვენებ.
აქაც აგერ რამდენი ტიტები ამოვიდა. ესენი ალბათ რო ჩაიყვავილებს წერს უეჭველად მომიწევს ამ ტიტების ამოღება. კარგი დიდი სამუშაო კი მელის. იმიტომ რომ ძალიან გამრავლდა. ტიტებს მე ყოველწლიურად არ ვიღებ. 3 წელიწადში ერთხელ. ეს არ არის ჰიბრიდული განსაკუთრებული ჯიშის ტიტები, რომ ყოველ წელიწადს უნდათ ამოღება, რომ არ გადაჯიშდეს. ესენი უბრალოდ წითელი ყველაზე მდგრადი ტიტები გამოდგნენ. რომ სხვადასხვა ჯიშის ტიტები მქონდა, მაგრამ სულ გადაჯიშდნენ. ესენი არის ლამაზები, ნახეთ როგორი ლამაზი ფოთოლი აქვს. ესენი არიან დაბალი ჯიშის ტიტები. არ მახსოვს ამათი სახელი, უფრო აი ფოთლებისთვის. ამრავლები როგორი ლამაზია. ამასაც ჩვეულებრივი წითელი ლამაზი ფორმის კი აქვს. ყვავილი წითელი ტიტა არის ისიც. ვარდებმა უკვე ყლორტებიც გამოიტანეს. შარშანაც ასე ადრე გამოიტანეს, მე ყინვები რო იყოს, უწაეყინათ და მე ხელახლა მოუწიათ შრომა და ხელახლა გამოიტანეს ყლორტები. ტრაქტორი მოდის, იმედია არ შეგუშლის ხელს. აი ეს ყვავილები არის ამოსული ძალიან ბევრი ეზოში ვარდების ძირში და ვიღებ ნელ-ნელა სხვა ადგილას გადამაქვს. ეს ყვავილი არის ლიხნისი, ქვია, არ ვიცი ქართულად როგორ არის. ლამაზი ყვავილი არის, მუქი იასამნისფერი წვრილი ყვავილები აქვს და ვარდებზე მაღალი იზრდება, ვარდებსაც ჩაგრავს ხოლმე და ამიტომ საჭიროებს გადარგვას. მაგრამ ახლა აქ ტიტებში არის ამოსული. არ ვიცი ამათ რა მოვუხერხო. განსაკუთრებით ეს არის ამ ხელა ამოსული. ერთი სიტყვით, ღმერთო ჩემო, რამდენი სამუშაო მელის და რა ბედნიერება. ეზოში, ბაღში ტრიალი. იმიტომ რომ დავიღალე ზამთარში სახლში ჯდომით. ძირითადად ვქარგავდი. მე დავდებ, იმედია მინდა რომ თებერვლამდე მოვასწრო. ახალი სიუჟეტი ავიღე მოსაქარგად. მე გაჩვენებთ რა სილამაზე გამოვიდა. მინდა გაზაფხულამდე მოვრჩიო, გაზაფხულზე მე ყვავილებს ავიღებ თაიგურს მოსაქარგად. მთებს გაჩვენებთ. შორ მთებზე არის თოვლი და ახლო მთებზე თოვლი აღარ არის. ხეებიც გავსხალით. ხარ ვთქვათ პროფესიონალურად არის გასხლული ხეები არა, მაგრამ ძალიან დიდები იყო და მეუღლეს ვთხოვე მაქსიმალურად გადაჭერით ხო რომ არ დამიშალოს. ბილიქზე მაინც ნორმალურად გავიაროთ ხო. შეიძლება ბევრმა მომწეროთ რომ არასწორად არის გასხლული ხეები. მაგრამ არა უშავს. ეს უკვე ისინი აქვს კვირტები გამოტანილი. გარგარია. აი, იღვიძებს. ვენახის გასხლა მეუღლემ. კულტივაციაც ჩაატარა. სიტყვით დაიწყო გაზაფხულის სამუშაოები. ხამას უკვე რომ ხელა კულტი გამოუტანია. ვარდები ახლა მოსაწამლია, მაგრამ ის გაგვიფუჭდა საწამლი აპარატი. მეუღლემ თქვა გავაკეთებინებო და მერე მოვწამლე, ცოტა კი უგვიანდება, მაგრამ არა უშავს. ეს ჩემი საბოსტნე ადგილი. რომ გიყვებოდით ადრე შემოდგომით სიდერატები რომ დავთესე. ესე იგი
ექსპერიმენტი რომ ჩავატარე და გვიან დავთესე. მე მალევე აცივდა, ვერაფერმა ვერ მოასწრო, ამოსვლა. და ეხლა ამოდის. ნუ ხარა უშავს, მაინც კარგია. სარეველა ბალახის მაგივრად მდოგვი და ქერი ამოვა. მე სანამ დრო დადგება ჩითილები ჩავბარავთ. აქა არის ამოსული. წვიმები უნდა, წვიმებიც მოვა და მე ალბათ აბიბინდება. აი ასეთი სიტუაცია არის ბოსტანში. არასწორად დავთესე, ისევ არასწორი დრო ამოვირჩიე. პირველად ძალიან ადრე დავთესე, ეხლა ძალიან გვიან დავთესე, ესე იგი შემოდგომით მე უფრო ცოტა ადრე დავთესა. ჩემი მწვანილი კეთრები და სეირნობენ, გამოვუშვით თეთრები სასეირნოდ. გავაცალკე წელს ჩემი ბრამები. თეთრები ცალკე მყავს, წითლები ცალკე. მინდა რომ კვერცხები ასეთი სუფთები იყოს და მე წიწილებიც სუფთა თეთრები მეყოლება და წითლები. ძალიან ღრმად არა ვარ ჩაწვდომილი ამ თემას, რა თქმა უნდა, თეთრი ბრამა არ ქვია მათ, სწორად რაღაც სხვა სახელი ქვიათ, მაგრამ არ მახსოვს. ბოდიში ქათმების მოყვარულებისადმი, ვინც ზუსტად იცის ყველაფრის დასახელება. ისე ჩემ ფისუნიასთან მოვდივარ, საყვარლად აწევს. ჭრელა არ ვიცი, სად წავივიდა, სად გაიქცა. წამოდით ახლა ქვევით და გათვალიერებინებთ, როგორც იქნა მორჩა ღობის მშენებლობა, ვინც პირველად ხართ შემოსულები. აქეთ გზის პირას ზამბახები მქონდა ჩარგული, ეს მთელი ზამბახები სულ ამოვიღე, იმიტომ რომ საძირკველი უნდა ჩაესხათ და უშლი და ღობეს. მთელი ზამთარი ესე ამოღებულები მელაგა, მეყარა. როგორც იქნა გავალამაზეთ, გავაბით. ასეთკა ქართულად როგორ ქვია და მოვიწყდა. ხო და ჩავგე ყვავილები. აი ეს ყვავილები აქეთ გადმომაქვს ნენელა, ასე ჩავამწყლიებ. თან ნიორებს ველოდებოდი. ნიორები ამოსული იყო, რომ არ დამეზიანებოდა, მეშინოდა. კაკალი გვიდგას და კაკლის ქვეშ ნიორები მაქვს ჩარგული. ესე იგი ნიორები ყველგან მაქვს. ხომ იცით როგორ ამრავლდება. აი, ამოდის აქაც ნიორები. ტრაქტორმა ჩაიარა და მომიწია გამორთვა, თორე ძალიან დიდი ხმაური იქნებოდა. ერთ სიტყვით აი ესე გავალამაზე პირვანდელი სახე დავუბრუნე ჩემს ამ ბილიქს, როგორც იქდა დავალაგი აქაურობა. აქეთ მექნება ზამბახები, ნიორები და ბოლოს კიდე გავყვები, ამოვიღებ დანარჩენ ყვავილებს, ლიხნის და მათაც ჩავგავ. იქნება კოხტად. აქეთ კი ვარდები. ძირითადად გადაჭრილებია ვარდები. მერე სწორად კიდევ აი მაგალითად ამას დასჭირდება მოჭრა, იმიტომ რომ შიგნით მოდის ეს ტოტი. დავტოვებ ორ ტოტს, რომლებიც ეგ გარეთ გადის. აქაც აი ეს კლორტი უშლის, ამასაც ისე მოვაჭრი. ერთ სიტყვით მერე შვიდათ უნდა მოსვლა აქ და ყველა ვარც მიხედვა. აქაც ჩამწკრივებული მაქვს ტიტები,
სიტყვით ისეთი სილამაზე იქნება აქ გაზაფხულზე. აპრილში იწყებს ყვავილობას. ეს არის ფორზიცია პირველი, რომელიც დაიწყებს ხოლმე ყვავილს, ყვითელი ყვავილები აქვს, იცით ალბათ. ფორზიცია. აი ასეთი სილამაზე მოქვს აქ. ეს ჩემი ყვითელი ხვიარა ვარდი. ეს გასხვილი მაქვს. 2-3 ყლორტზე დავტოვე ეს ყლორტები. 2-3 კვირტზე უბრალოდ, არასწორად ვთქვი. წელს უკვე კარგად დაიბუჩქებს. ნაცარი მიყრია. ბუხარში რომ წვავთ ხოლმე, ნაცარი სულ ვარდებთან გამომაქვს და ვარდებს ვუყრი. ჩემი ფისუნია. აგერ ტიტები. იქნება წითელი ტიტების, ყანა არა, მაგრამ ბილიკების უტიტებით იქნება სავსე. აქ ეს ორმო მაქვს ამოღებული, შროშანებს ნელ-ნელა ვიღებთ, შარშან ძალიან გამრავლებულები იყო და დაყოფა უნდა. ზოგი ამას შემოდგომით აკეთებს, მაგრამ მე რა ვიცი, ესე ვარ შეჩვეული, გაზაფხულზე რომ ვხედა უკვე სად არის ამოსული, ამოვიღებ ხოლმე და მაშინ გადავრგავ სადაც მინდა. შეხული განო ყვავილებში რომ არ მოისაქმო, არ დაუშალოთ ხელი. ეს ჩემი წითელი ბრამები. ასეთი კოხტები, ბუნჩულები. ლამაზები არიან. შარშან მამლებმა ისე გააუბედურეს ეს ჩემი ქათმები, მთელი ზურგი გადატყავებულები ჰქონდათ და ახლა ჯერჯერობით კარგად გამოეყურებიან. ესენი ზარმაცობენ. ცოტა კვერცხი მაქვს ამათი. თეთრები უფრო ყოჩაღობენ. თეთრ ქათმებს უფრო ბევრი კვერცხი აქვთ. ვარიკებმაც დაიწყეს კვერცხის დება. ძალიან მიხარია. წყენილები არიან. ერთად არ უშვებ სასეირნოდ. ჯერ თეთრები მყავს ახლა გამოშვებული, მერე წითლებს გამოუშვებ. თეთრებს კიდევ შევყრი. მეუღლეს ვერ ესმის, რატომ ვაკეთებ ასე. მარტო მეუღლეს კი არა, ალბათ სხვებსაც ვინმეს თუ ვეტყვი ხოლმე, ცალ-ცალკე მყავს. ერთი სიტყვით მეტი საქმე არა გაქვს. ვარიკებიც მოუთმენლად ელიან, როდის დადგება მათი რიგი, რომ გამოუუშვა. ამათაც იყუჩაღეს. 9 თვის მერე იწყებენ კვერცხის დებას და დაიწყეს უკვე. ყოჩაღები არიან. ესეთები. გაიწიეთ თეთრი მამალი უნდა გადავიღო. მერგორი ლამაზია თეთრი და ერთი ვარიკა გამომივიდა აი ასეთი თეთრი. მომავალწელს იმედია ბევრი მეყოლება ასეთი ქათქათა თეთრი ბრამები. და უკვე 20 წუთია. არ არის სასურველი. დიდი ვიდეო გადავიღო, მე დიდი ხანი უნდა ხოლმე დატვირთვა. აქედანაც ასეთი სილამაზე. და როგორი კარგი ამინდია დღეს. აი
კარგით, აბა, ამით დაგემშვიდობებით დღეს. იმედია ამის შემდეგ კვირაში ერთხელ მაინც გადაგიღებთ ხოლმე ვიდეოს. დატკბეთ. რა თქმა უნდა, ვისაც აინტერესებს სოფლის საქმეები, ბევრს არ უყვარს, ვეთქვენ ხოლმე მიწაში ჩიჩქუნა. ზოგი შეიძლება მთელი დღე თავდახრილი დადის, თავს არც კი ასწევს, რომ დატკბეს ამ სილამაზეებით. გადაიწმინდა მთან გუშინ ცამ, გუშინ ისეთი ცა იყო სერი. ლამაზი ცისფერი არის. კაცებთან მივა ბოლო კადრი. რომ იცოდეთ როგორ მეწოდება მამლის მოშორება. 2 წლის გახდება მაისში ეს კათამი და დედლების. ყველა გაკვირვებულია, რაში გჭირდება ბებერი მამალი. ყველა ასე ხართ, ვინც თქვენით ზრდით ქათმებს, რომ გეცოდებათ მერე ქათმის დაკულა. არ შემიძლია. ძალიან მეწოდება. წიწილები ისევ მინდა ვიყოლიო, რამდენი ქათმები რაც მინდა, მე თვითონვე არ ვიცი. ძალიან საყვარლები არიან. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.